კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მადლობას უხდის ქართულ ოცნებას და უფრო მეტ საჩივარს ითხოვს მედიის წინააღმდეგ. Თავმჯდომარეს მოსწონს ივანიშვილის პარტიის აქტიურობა ამ მიმართულებით. კომისიის სანქცირებული ხელმძღვანელი ფაქტობრივად იმას ამბობს, რომ მაუწყებლების წინააღმდეგ ცენზურის დაწესება საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც აბსოლუტური манипуляციაა. სინამდვილეში ამ გზით ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სარედაქციო პოლიტიკაში ერევა და სასჯელსაც აწესებს. დღეს ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ საჩივრები განიხილეს კომისიამ უწყებლებს უმტკიცებდა, რომ პრაქტიკა ცენზურის აღქმას არ ტოვებს. არადა ქართული ოცნება არ მალავს, რომ მისთვის არასასიამოვნო სიტყვების აკრძალვა სურს. მაგალითად, ოლიგარქის რეჟიმის არალეგიტიმური და სხვა ივანიშვილისთვის უსიამოვნო სახელდებებისა თუ სიტყვების, რომელიც მას ეკრანიდან ესმის. ჩვენ ვადევნებდით თვალს ამ სხდომას, ზუსტად ჩვენი ეთერის დაწყებამდე დასრულდა ფორმულას საკითხი. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება ახლა, რა იყო მთავარი დღეს მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე. ქართული ოცნების საჩივრებს დღევანდელ სხდომაზე იცავდა პარტიის წარმომადგენელი იურისტი, ქართული ოცნების ახალ კანონს კი თავად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, რომელიც არ მალავს მის პოზიციას ამ ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც კრიტიკული მედიის მხრიდან, მედია ანალიტიკოსების თუ უფლებადამცველების მხრიდან ფასდება როგორც ცენზურის დაკანონების მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან. კახა ბექაური ამბობს, რომ ის წინააღმდეგობაში არ მოდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, უფრო მეტიც დღეს ქართულმა ოცნებამ მისგან საჯარო მადლობა მოისმინა ამ საჩივრებთან დაკავშირებით და საყვედური მოისმინეს კრიტიკული მედიის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღევანდელ სხდომაში მონაწილეობდნენ და შეეცადნენ აეხსნათ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრებისთვის, რამდენად რთულ პირობებში უწევთ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მუშაობა. მსგავსი განცხადებები კახა ბექაურმა პოლიტიკურ განაცხადად მიიჩნია. დასრულებული არის სხდომა, 2 კვირა აიღო კომისიამ გადაწყვეტილების მისაღებად და 3 ივლისს გახდება ცნობილი, როგორ იქნება პირველი რეაგირება კომისიის როგორც აღმსრულების მხრიდან ქართული ოცნების საჩივრებთან დაკავშირებით. ეს საკითხები არის ეთიკური საკითხები და ეს წლების განმავლობაში თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შედიოდა და უბრალოდ ძალიან კომიკურად და არასასიამოვნოდ ჩანს, როგორ განიხილავს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ამ საკითხებს შინაარსობრივად და მეტიც ძალიან საინტერესო იქნება, აი თუნდაც ამ საჩივრების კონკრეტულ ნაწილებთან მიმართებით, როგორ ასახავთ თქვენს მსჯელობას იმ შემთხვევაში, თუ დაეთანხმებით საჩივრის ავტორის პოზიციას, რაც მიმაჩნია, რომ არ უნდა იქნას გაზიარებული კომუნიკაციების კომისიის მხრიდან. გასაცილების ხელშეკრულება ხელმოწერილი არა გვაქვს ევროკავშირის. რატომ არ შევიდა მაშინ ეს, როგორც ბატონმა ვახტანგმა თქვა 2016 წლიდან? იმიტომ რომ პრობლემური იყო, ხო, ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო მით უმეტეს. გადაავადეს წარმოშვას. გადაავადეს მაქსიმალურად რამდენიც გადაავადება შეიძლებოდა და რო ვეღარ გადაავადეს, ახლა მიიღეს უკვე, იმიტომ რომ ჰარმონიზაცია თუ უნდა მოხდეს ევროპულ კანონმდებლობასთან, უნდა მოხდეს. ბრიტანეთში სხვა ხარისხი აქვს მათ შორის კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობას და იქ არ დგას კითხვის ნიშნები ისეთ საკითხებთან მიმართებით, რაც დღესდღეობით არსებობს. და ამაზე მეც მე პოლიტიკურად ანუ არ მინდა რომ შევყვე ამაში მსჯელობაში, თუმცა ჩემი შეფასება არის, რომ ეს ამ საკითხების ამ ფორმატში განხილვა დიახ სერიოზულ თვითცენზურას გამოიწვევს და სერიოზული მსუსხავი ეფექტი ექნება, ნუ იმ შემთხვევაში და იმ პირობებში, თუ მით უმეტეს თქვენ გაიზიარებთ ქართული ოცნების საჩივრის, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს. რა რისი დიდი წინაპირობებით დავინახეთ თუნდაც გამოხატული პოლიტიკოსი ბრძანდებით? მე ვარ იურისტი, თუმცა მაქვს შეფასებები პოლიტიკური განცხადებები არ არის, ეს არის ჩემი პირადი შეფასებები, რომელსაც ასევე მივაყოლებ სამართლებრივ მსჯელობას და ეს არის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს არ არის. არ უნდა გჭირდებოდეს თუ სამართლებრივ მსჯელობა თქვენი გამართული. გადავალ შემდეგ ნაწილზე თუ მომცემ შესაძლებლობას. საერთოდ პოლიტიკურ შეფასებას რატომ აკეთებთ? გამჭირვალებთ მსჯელობთ ამაზე, თქვენთან ერთად საჯაროდ ყველას დასანახად, თქვენს დასანახად, საზოგადოების დასანახად, საერთაშორისო საზოგადოების დასანახად, ყველას დასანახად და ვიღებთ გადაწყვეტილებას. თუ სამივე პრობლემა არის ჩვენ გადაწყვეტილებაში, ეს გამოჩნდება და იტყვით, მოვიყვან თუნდაც მაგალითს, აი ესეთი არის ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, ხო? ანუ სიტყვას ჟურნალისტი ამბობს ეგრეთ წოდებული, რომ ანუ დავგუგლოთ ან ნახოთ განმარტებით ლექსიკონში სიტყვა ეგრეთ წოდებული, ეს უკვე თავის თავში არის შეფასება. ანუ რას მოთხოვნა ამ შემთხვევაში რა არის? როგორ უნდა გაიმიჯნოს ფაქტი შეფასებისგან? ყველა სიტყვის თავში, რომელიც არის შეფასება, ჟურნალისტმა უნდა დაამატოს ჩემი აზრით? ეს არის? ანუ აი ზუსტად ამ განმარტებით
განმარტებას ველოდებით ალბათ კომისიისგან, რომ თითოეულ საჩივარში მითითებულ თითოეულ პუნქტთან მიმართებით გააკეთოს განმარტება იმედის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ამ საჩივრების ადრესატები არიან, ბუნდოვანი და რთულად წარმოსადგენია, თუ კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ქართული ოცნების საჩივრებს დააკმაყოფილებს, რა შინაარსი და არგუმენტაცია შეიძლება წარმოადგინოს ამის დასაზაბუთებლად კომისიამ, ძნელად წარმოუდგენიათ მაგალითად კონკრეტულ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც დაობს პარტია ქართული ოცნება, რა სტანდარტი შეიძლება დაამკვიდროს კომისიამ, მაგალითად ეგრეთ წოდებული პარლამენტის გამოყენებასთან, რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. დღევანდელ სხდომაზეც გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას ისევე როგორც ეს საჩივრებში აქვს მითითებული, ყველაზე მეტად ადარდებს და მისთვის განსაკუთრებით პრობლემური არის ესეთი ტერმინების და ფრაზების გამოყენება, რომელიც მისი ლეგიტიმურობის პრობლემას უკავშირდება. ყოველივე ეს წარმოდგენილი დარღვევები, რა თქმა უნდა, წინამდებობაში მოდის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54 მუხლის მეორე პუნქტთან. გარდა ამისა, რომ არ ხდება ფაქტისა და აზრის გამიჯნვა, ამ საინფორმაციო გამოშვებებში სხვა დარღვევებსაც აქვს ადგილი და მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც, ეს ხდება მიკერძოებით სამართლიანობის პრინციპის გვერდისავით, მხოლოდ მართველი პარტიის ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვით, რაც არის ასევე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54 მუხლის 1 და მე-5 პუნქტების დარღვევა. მე არ ვიცი თქვენ ჟურნალისტიკის შესახებ გვინგიამბოთ ქალბატონ ნათია, მაგრამ ჟურნალისტიკა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტებმა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში უნდა იმუშაონ. თქვენ საუბრობდით პირველ და მეორე კურსზე რა ისწავლება თქვენგან და თქვენი პარტიისაგან, ჩვენ ჟურნალისტიკა არ გვესწავლება. ეს კარგად აიმახსოვრეთ. მეორე, როდესაც საუბრობთ აქ მაგალითებზე, რომელიც არის საფრანგეთის მაგალითები თუ სხვა ევროკავშირის წევრი მაგალითები, საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში არ კლავენ. შეგახსენებთ, თქვენ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენთ, რომელიც ახლა ცენზურის დაწესებას ცდილობს ჩვენთვის, რომელიც აი ამ ოთახში ჩემს გვერდიძის მაკაჩიტლაძე პირდაპირ ეთერში რომ კლავდნენ მას 6 თვის წინ და ჩვენს ოპერატორს, ის საქმე დღემდე არ გამოუძიებია. დღეს თქვენ ამ გუნდს ადვოკატირებთ. ჩემი თხოვნა, რომ ეს დროც ადმინისტრაციული წარმოების პროცესიც, თქვენი დროც, ჩვენი დროც გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქმე გავაკეთოთ და საქმე ის არის, რომ ჩვენ სწორი პრაქტიკა დავამკვიდროთ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, აქ ნუ განვიხილოთ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც ამ თემაზე დისკუსიები უნდა გავმართოთ და უნდა მოვისმინოთ. ეს კანონი ერთ სიტყვით და დავასრულებ, რომ ეს ამ კანონს გამოხატვის თავისუფლებასთან საერთოდ არ აქვს არანაირი პრობლემა. გარუსება, როდესაც აქციაზე მიმდინარეობს სკანდირება და აქციის მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში დგას გარუსების საფრთხე. თქვენ მიგვითითებთ, რომ სიტყვა გარუსება არ უნდა გამოვიყენოთ ახალი ამბების გამოშვებებში? ასევე გაქვთ მითითებული რეპრესიები ჩასმული ბრჭყალებში. და რა? ის რაც მოაწყო ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში, ეს არ იყო რეპრესიები და წამების მანქანებში ნაწამები ადამიანების, სხვა სიტყვა, რომელიც ასახავს იმ მდგომარეობას, როდესაც 400 ადამიანი წამების მანქანებში თავპირი დაალეწეს და დაასისხლენეს და ამის არაერთი ვიდეო და ფოტო მტკიცებულება არსებობს. თუ არა ცენზურა ეს რა არის? მე პირიქით მადლობა მინდა გადაუხადო ამ შემთხვევაში მომჩივანს, რომ შემოვიდა ეს кейსები და იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს кейსები მოგცემს საშუალებას, რომ ზუსტად ეს საკითხები იქნას, ის საკითხები იქნას გარკვეული, რომელიც მაუწყებლებს აღელვებს, რომ კონკრეტულად კანონის ან მიდგომა რა იქნება აღსრულების თვალსაზრისით ერთი კომისიის მხრიდან და მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, მაუწყებლები კარგად გაერკვევიან რა ასე ვთქვათ, რომელი დარღვევა ითვლება დარღვევად და რომელი არ ითვლება დარღვევად. მეთ ქართულმა ოცნებამ დღეს საჯარო მადლობა მიიღო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაურის მხრიდან. საჩივრების ავტორი პარტია და კომისია რა სტანდარტს დაადგენს, ამას ვნახავთ დაახლოებით 2 კვირაში. 3 ივლისს არის ჩანიშნული სხდომა, სადაც ცნობილი გახდება ტელეკომპანია ფორმულას და პირველის წინააღმდეგ პარტიის მიერ შეტანილი საჩივრებთან დაკავშირებით როგორი იქნება კომისიის პირველი რეაგირება.